მოგეთ სალამი კიდევ ერთხელ და GitHub-ი ხო გავიარეთ, Git-ი და GitHub-ი. ამისთვის ცალკე ასეთი პრაქტიკული გაკვეთილი არ გვექნება. იმიტომ რომ რაღაცა პროექტზე უნდა ვიმუშაოთ და პარალელურად თან უნდა გამოვიყენოთ ეს Git-ი და GitHub-ი. სწორედ ამიტომ ერთ-ერთ სემინარზე ჩვენ ავაწყეთ ესეთი მარტივი, მაგრამ საინტერესო to-do list-ი, მაგრამ ჩვენ ძირითად ფუნქციონალზე გავჩერდით მხოლოდ. მოდი ახლა რა ვქნათ? ავიღოთ ის ძველი კოდი და დავუმატოთ სტილები. თან ცოტა რაღაცები შევუცვალოთ კიდევ, მაგალითად ნახეთ. აქ გვაქვს სამი ღილაკი ფილტრაციისთვის. მაგალითად, თუ დავაწვევი actives, გამოჩნდებიან მხოლოდ ის to-do-ები, რომლებიც ჯერ არ მაქვს შესრულებული. complete-ზე ხვდებით რომ მარტო აი ამ ერთ წელს გამოვაჩენს ამ შემთხვევაში და all-ზე გამოჩნდება ყველა. თან წინაზე ჩვენ ვაჩვენებდით საერთო ელემენტების რაოდენობას, თუმცა ახლა ვაჩვენოთ მხოლოდ დარჩენილების. ერთი სიტყვით, ძალიან საინტერესო პროექტი არის და მაგ ყველაფერს ასე ეტაპობრივად გავაკეთებთ, შევინახავთ და მაგ შენახვაში დაგვეხმარება ჩვენ Git-ი და GitHub-ი. ეს ერთი. თუმცა სანამ გადავალ ამაზე, მინდა რომ CSS-ზე რაღაცები მაინც აგეხსნათ. იდეაში წინა ლექციაზე მოგატყუეთ რომ გითხარით რომ აღარ მოგვიწევს CSS-ის სწავლა, მაგრამ ნახეთ როგორი რაღაცა არის. რაც ვისწავლეთ CSS-იდან ყველაფერი ძალიან კარგი, basic-ებზე მეტი ვიცით და ჩავთვალე რომ დასაწყისში ეგ არ ამეხსნა, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცები გაუგებარი ყოფილიყო. გადავწყვიტე რომ ცოტა აი რაღაცა გამოცდილება და ცოდნა მიგეღოთ და ბოლოში ამეხსნა pseudo კლასები და pseudo ელემენტები. მოკლედ რა არის? აქ ინგლისურად მიწერია, მაგრამ მაგიხსენე. რეალურად ეგ ყველაფერი ჩვენ უკვე გამოვიყენეთ, მაგრამ არ ვიცოდით თუ რას ვეყენებდით. რა არის ახლა pseudo კლასი? მაგის მიხედვით ჩვენ შეგვიძლია ვცვალოთ ელემენტის სტილები იმის მიხედვით თუ რა მდგომარეობაშია. აი ყველაზე მარტივი მაგალითი იყო hover-ი. ესეც არის pseudo კლასი. რეალურად რა შვებოდით რომ სტილებს ვცვლიდით მაშინ როცა მაუს ზემოდან ვატარებდით. ქონდა ასევე ფოკუსი. წინა ლექციაზე განვიხილეთ ეგ. იყო disabled, checked და ასე და ასე შემდეგ, მაგრამ ეგ ყველაფერი ძალიან ზედაპირულად განვიხილეთ. მოდი ახლა უფრო დეტალურად ნახოთ ეგ ყველაფერი. აქ სრული სია არ არის, კიდევ შევხვდებათ რაღაცები, თუმცა 1.80% აქ არის ჩამოწერილი. აქ მერე ელემენტებია. ერთი სიტყვით რა. გავხსნათ ახლა ეს ნაწილი ჩვეულებრივი index HTML-ი შევქნათ და მოდით CSS შემოვიდან. SAS. რაცაც ახლა გავაკეთებ, ეგ CSS-ის ფიჩერები არა, ჩვეულებრივ CSS-ში არის ჩაშენებული. უბრალოდ მე მიხვდებით რატომ გამოვიყენე ეგ ყველაფერი. ახლა აქ CSS-ი გვაქვს, რატომღაც არ მიჩანს live SAS-ი. აბა, კომპაილერი არ მიჩანს რატომღაც. disable. ახლა გამოჩნდა. enable მივცეთ. რატომღაც არ ჩანდა ერთი სიტყვი. თუ რამე ესე extension-ი გაჭედავს, უბრალოდ გადაარესტარტეთ ან თვითონ VS Code-ი ან თავიდან დააყენეთ. ერთი სიტყვით ახლა გამოჩნდა და კი ბატონო, შემიქნა ეს ფაილი. დავამატოთ აქ ლინკიც და უბრალოდ შევქნათ რაღაცა ბათანი. Button type-ები და click me იყოს. ეგ ნაწილი უკვე აღარ გჭირდება, დავუმალოთ და ახლა მივცეთ ბათანს რაღაცა სტილები. აბა აქეთ გადავიდეთ. გავუშვათ ერთს. ჩანს ეგ ყველაფერი. გავზრდი ამასაც ახლა ზომაში რო უკვე დაინახოთ და სტანდარტულად შეგიძლიათ დადგეთ ესე ბათანზე და მისცეთ რაღაცა სტილები, მაგალითად, background, blue, ვიცი რო კონდეს, დავუშვათ 10 რემი და ასე და ასე შემდეგ. თუმცა შეგვიძლია დავუმატოთ hover-იც. ანუ button და როგორ ვუმატებთ pseudo კლასებს. ერთხელ წერთ ორ წერტილს და მე ვუწერთ თვითონ state-ს, ანუ მდგომარეობას. ამ შემთხვევაში ჩვენ გვინდა hover, ხო? ამიტომ ეს hover. და კი ბატონო, დავუშვათ მივცეთ background green. ოკეი, ახლა რო გადავატარებ, გახდება მწვანე. transition-იც გვახსოვს, ხო, რომ ეს smooth-ად, ლამაზად გადავიდეს. მაგრამ აქ ასევე გვაქვს active. რა არის active?
ასე button active და დაუშვათ მივცეთ background color red. უყურეთ, ჩვეულებრივად ლურჯია გადატარებაზე არის მწვანე, თუმცა თუ დავაკლიკებ, ნახეთ, დაკლიკებული მაქვს და მიჭირავს. ანუ აქტიურია გილაკი, ჩართულია, დაჭერილია, ხო? მაგიტომაც იქნება წითელი ფერის. ნუ როგორც კი გავუშვებ ახლა და მაუს მოვაშორებ, გახდება ჩვეულებრივად ლურჯი ფერის. ნუ ესე არის მაგისი ფაზები, ასე ვთქვა და თვითოეულ ფაზას შეგიძლიათ მისცეთ გარკვეული სტილი, არა მარტო ფერი. ამის გარდა რა გვაქვს? ზოგი მომხმარებელი ვებ გვერდს ხმარობს კლავიატურით, ანუ მოძრაობს მან მხოლოდ კლავიატურით, მაუსს არ იყენებენ. და როგორ ვშვებით მაგას? როგორ და ისრებისა და ტაბის გამოყენებით. აი, ყველაზე მარტივი მაგალითი იქნება თუ რამდენიმე შევქმნი ასეც. მოდი დავაშოროთ ცოტათი ერთმანეთისგან. ასე, ნუ ის ცოტა დიდია. არ მინდა დავუშვათ, გამოვიყენო მაუსი, ხო, ასე მოძრაობისთვის, სადღაცას დავდგებით და ნახეთ, აი ესე ტაბი დავაჭირე ერთხელ, აი ამას მიეცა რაღაცა ბორდერივით, ხო? მერე კიდევ ერთხელ ტაბს დავაჭირე, კიდევ ერთხელ და ასე ერთი სიტყვით შემიძლია ვიმოძრაო ჩემს ვებ გვერდზე. ნუ ბევრს ეგ მეთოდი მოსწონს და ასე დადიან, მაგრამ ხშირად ეს ლამაზი არ არის. მაგალითად Windows-ზე აქ არა ეს ლურჯი ბორდერი გამოჩნდებოდა, არამედ რაღაცა შავი ფერის უბრალოდ ბორდერი იქნებოდა, რაც ლამაზი არ არის, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ძალიან ლამაზი დიზაინი ააწყეთ, მერე გააკეთეთ ლამაზი hover ეფექტები და ტაბს რო აწვევით, აი ყველაფერი ფუჭდება, სულ შავი რაღაცა კვადრატები ჩნდებიან. მაგის სტილის შეცვლაც შეგვიძლია. და რითი? button focus-ი, ანუ როდესაც user-ი ფოკუსირდება ამ ელემენტზე და შეგვიძლია ნუ რაღაც სტილები მივცეთ ამ ყველაფერზე. რეალურად ეგეთი რაღაცა იცოდეთ, რომ კი ბატონო, აი ესე ტაბით რო ვდგები ბორდერი ხო ჩანს, მაგრამ ეს ბორდერი არ არის, არის outline-ი. ანუ აი ესეთი რაღაც არის outline-ი და ჩვეულებრივად როგორც ბორდერი შეიქმნება. ოღონდ ერთი რაღაცა გაითვალისწინეთ, ნახეთ, ბორდერს რო იყენებთ, თქვენ შეგიძლიათ თვითოეულ გვერდს მისცეთ უნიკალური ფერი. მაგალითად, border top-ი იყოს წითელი ფერის, border left-ი იყოს მწვანე ფერის და ასე შემდეგ. სისქეც კი შეგიძლიათ სხვადასხვა მისცეთ, რომ ზედა სისქე უფრო დიდი რო იყოს და გვერდებზე იქით უფრო თხელი ან წვრილი. მაგრამ outline-ი ეგრე არ მუშაობს, თუ აძლევთ 2 პიქსელს, ყველა იქნება 2 პიქსელი, პლუს ყველას ერთი ფერი ექნება. ანუ აი ესე ცალ-ცალკე customization-ი არ შეგიძლიათ. ნუ თუ გინდათ ელემენტისთვის ბორდერი გამოიყენოთ, რაღაცა ჩარჩო, მაგისთვის ყოველთვის ბორდერი გამოიყენეთ. Outline-ი არის როგორც აი მარკერი. ნუ ყველაზე ხშირად ვიყენებთ ისევ და ისევ აი ამ ფოკუსისთვის და ახლა მივხვდებით. დავასეივოთ. ნახეთ? ტაბსო დავაჭირო უკვე ასე მოინიშნა, მერე ასე. შემიძლია დავაშორო ელემენტისგან. Outline offset. ვეუბნები რომ მოდი და დაშორდი დავუშვათ 5 პიქსელით. და ესე. ბორდერი მაგას ვერ იზავდა. იმიტომ რომ ბორდერს თუ გავზრდიდით, თვითონ სისქე გაიზრდებოდა ბორდერის, ხო? მაგრამ ეს გადის ელემენტის გარეთ, ან ბორდერი აი აქ დარჩებოდა სადღაც. ეს კიდე ელემენტის გარეთ გადის, იმიტომ რომ უბრალოდ რაღაცა ხაზი არის, რომ user-ს მიუთითოს, რომ იცი რა, აი აქ დგახარ. და ნუ 1000 ლამაზი ეფექტის გაკეთება შეგიძლიათ ამისგან. ნუ დავუშვათ, ნუ აი ამას მივცეთ ახლა background black-ი, ფერი მივცეთ თეთრი, color white-ი, ასე. ბორდერი მოვაშოროთ საერთოდ. ზედმეტის ბორდერი არ გვინდოდეს და მივცეთ border radius-ი, ნუ დავუშვათ 5 პიქსელი. ბორდერი თუ არ გაქვთ, მაინც შეგიძლიათ radius-ის მიცემა, იმიტომ რომ ეს უბრალოდ დამრგვალებაა. და ესეთი რაღაცა ვთქვათ, რომ გვინდა რომ ამას ჰქონდეს შავი ფერის outline-ი და ისევ იყოს 2 პიქსელი დაშორებული. ნუ აი რაღაც ასეთ ეფექტსაც მიიღებთ, ხვდებით, ხო? კარგი. ამისი transition-ით შეგვიძლია, რომ დაწეროთ აქ transition outline, ჩვეულებრივად როგორც დავწერდით background colors,
font size, width და ასე შემდეგ, აქაც დავწერთ outline მომთელს ამ წამში და ნახეთ, აი ესეთი ლამაზი გადასვლებიც ექნება. ხვდებით, ხო? დაიმახსოვრეთ ეგეთი რაღაცა, რომ როცა hover-ს წერთ, ხშირად ასევე უნდა დაამატოთ ფოკუსიც. იმიტომ რომ ასეთ უნიკალურ ვებგვერდს ვქნით, რომ ყველა შეძლებს ერთ სიტყვით მაგის გამოყენებას. hover-ი და ფოკუსი ყოველთვის გაუკეთეთ. თუმცა ჯერ რამე შეკითხვა ხო არ გაქვთ, თუ რამე გაინტერესებთ მომწერთ. და პერიოდულად შევამოწებ. ფოკუსის გარდა ასევე გვაქვს focus visible და focus within. რა არის ახლა? ბევრმა არც იცის საერთოდ რომ ეგ არსებობს, მაგრამ უბრალოდ რომ ვდგები რაღაც ელემენტზე, აი ვაკლიკებ და მიჭირავს კიდევ, ხო? ამავდროულად ფოკუსიც იშვება. იმიტომ რომ რეალურად კი დავაკლიკე და თან დამიზნებული ვარ, ასე რომ ვთქვათ, ამ ელემენტზე. თუ მე გავწერ focus visible-ს, ნახეთ რა მოხდება? ნახეთ? ანუ ეს ივენთი საერთოდ არ გაიშვება. focus visible რა შვება, რომ მხოლოდ კლავიატურით თუ მოძრაობ აი ესე ტაბით, მხოლოდ მაგ შემთხვევაში აძლევს აი ამ ეფექტს. ანუ ჩვეულებრივი ფოკუსი, როგორ ანუ დაჭერაზეც იშვება. და focus visible მხოლოდ კლავიატურაზე იშვება. და გვაქვს focus within თუ არ ვცდები, კი ბატონო. ნუ ესეც ახლა თავიდან მუშაობს როგორც ჩვეულებრივი ფოკუსი, მაგრამ რეალურად თვითონ მშობელსაც ნიშნავს. ანუ დავუშვათ ეს რომ რამე დივში იყოს, მაგ დივსაც მიეცემა focus ეფექტი. ნუ რაღაც შემთხვევები არის, რომ ყველაფერს უნდა მიეცეს focus-ი, მაგრამ რო გითხრათ, ხშირად გამოიყენებთ ამას არა. ყველაზე კარგი იდეაში არის focus visible, იმიტომ რომ ასე დაკლიკებაზე ზედმეტი ეფექტი არ მინდა, მაგრამ კლავიატურაზე კი ბატონო მინდა. დაიმახსოვრეთ რა ერთ სიტყვით, ყველაზე ხშირი და ყველაზე კარგი არის focus visible. მაგრამ რატომ ეს CSS საერთოდ და რატომ SASI მაინც გადავწყვეტი შემომეტანა. ნუ შეგიძლიათ ასე ცალკე hover-ი დაწეროთ, ცალკე active, ცალკე focus visible, მაგრამ ეს CSS-ში გვაქვს მშობლის სელექტორი. ამპერსენტი ხო? თუ გახსოვთ ეგ. ანუ ამას რო ვწერ, თავისთავში მოიაზრებს მშობელს. ამიტომ შემიძლია დავწერო ეგეთი რაღაცა. ანუ თავის hover-ზე, ამის hover-ზე, მაგალითად დავწეროთ background color green. კაი, ეგ უკვე წავშალოთ. ამის active-ზე, აქაც დავწეროთ ეს, იყოს background ready და ამის focus visible-ზე ეს წავშალოთ. იყოს ეს. ანუ ბევრად მარტივი არის ამისი წაკითხვა, იმიტომ რომ ხედავ buttons და პირდაპირ ხედავ ამის state-ებს აქვე. აღარ მიწევს ზედმეტ ადგილებში scroll-ვა და ამ სტილების მოძებნა. ნუ ეს არის ერთი ნაწილი. ასევე გვაქვს disabled, ანუ button-ი შეიძლება იყოს გათიშული. ეგეც განვიხილეთ ერთ-ერთ სემინარზე. დავუშვათ აი ეგ დავუწეროთ disabled. გათიშული დილაკი, მაგრამ ვიზუალურად მაგას ვერ ვხედავთ. კი ბატონო, აქაც შეგვიძლია დავდგეთ და ისე დავწეროთ button disabled ან მარტივად ეს და disabled. დავუწეროთ რაღაცა background color-ი gray. აი გათიშული ეს და ნუ კურსორიც მივცეთ ასე cursor not allowed და ჩვეულებრივს კიდე მივცეთ cursor pointer-ი. ანუ ამაზე ასე იქნება, ამაზე კიდე ჩვეულებრივად გამოჩერდა. თან დააკვირდით disabled რადგან არის, არც ფოკუსი არ გაიშვება ამაზე, არც hover-ი. ანუ რეალურად ეგ არის ყველაზე გავრცელებული ფსევდოკლასები. ახლა რაც შეეხება ლინკებს. ლინკებსაც აქვთ ფსევდოკლასები, მოდით ესენი წავშალოთ და შევქნათ რაღაცა ლინკი. ნუ რაღაცა home page-ი იყოს დავუშვათ. Default-ად თუ დააკვირდებით, ნუ რაღაცა ფერის არის ეგ ლინკი. თუმცა თუ გადავალ, ნუ ახლა ის რაღაცა ახალი არ არის, აი ესე დავწეროთ. ნახეთ? აი რაღაცა ლინკი შევქმნით. ჯერ არ გადავსულვარ ამაზე. არის ლურჯი ფერის. მაგრამ თუ გადავალ ამ ლინკზე, უკვე ყოველთვის იქნება იასამნისფერი, რაღაც ესეთი ფერია, რაც იმაზე მიმანიშნებს, რომ ამ ვებგვერდზე, ამ ლინკზე უკვე გადასული ვიყავი. თან ნახეთ, როცა ვაწვევი და მიჭირავს, კიდევ რაღაცა ფერს იღებს. ამ ყველაფრის გაკონტროლებად შეგვიძლია და შეცვლა
ნახეთ, თუ უბრალოდ მოვნიშნავ A-ს და დავწერო რომ ამისი color-ი უნდა იყოს, ну დავუშვათ ვამბობ მწვანე, ახლა არ აქვს ამას მნიშვნელობა ის ახალი ლინკია, უკვე ვიყავი ამაზე გადასული, ვაჭერ ამას თუ რა, ყოველთვის იქნება მწვანე. მე თუ მინდა ახალ ლინკებს მივთითო რაღაცა სხვა ფერი, ნახეთ რა შეგვიძლია დავწეროთ A2 ლინკი. მაგათად იყოს color yellow. ახლა შევქნათ რაღაცა ისეთი ლინკი, რომელზეც გადასული არ ვიყავი. ნუ აქ დავწეროთ რაღაცა about და ეს იქნება ყვითელი ფერის. თუ მინდა უკვე ნანახ ლინკს მივცე სხვა სტილები, visited და იყოს color, ну gray მივთითოთ რაღაცა იყოს. ახლა აი ეს კი ბატონო გახდა ნაცრისფერი, ამაზეც როცა გადავალ, ესეც გახდება ნაცრისფერი. და რა თქმა უნდა ბოლოს გვაქვს active იყოს ამაზე background color-ი, ну რა ვნახოთ აქეთ. აი ეს. ну აი რო ვაკლიკებ ამას, ну background color-ი არა, color. რო დავაკლიკებ ამას და მეჭირება მაგ მომენტში, ну მიიღებს მაგ ფერს. გასაგებია ეს თუ არა? რთული არ არის. უბრალოდ დამახსოვრება უნდა ამ ყველაფერს და მე თქვენ თვითონ ნახავთ თუ როგორ გალამაზდება თქვენი ვებგვერდი. და ისევ და ისევ ეს CSS-ით შეგვიძლია ასეთი რაღაცა დავწეროთ, რომ ასე ლინკზე იყოს ეს სტილები, მერე visited-ზე ეგ და ასე შემდეგ. ნახოთ რა გვაქვს. ლინკი visited-ი hover-იც ახლა ვიცით და ჩეკდი. რა არის ეგ? დავუშვათ რაღაცა input-ი გვაქვს. აი ესეთი input-ი. და დავწეროთ ახლა რა იყოს? radio იყოს. ან checkbox-ი არ აქვს მნიშვნელობა, რაც გინდათ მივთითეთ, იყოს checkbox-ი. და აქ მივცეთ label-ი, დავაკავშიროთ ერთმანეთთან, ну იყოს რაღაცა question 1, რაღაცა ასე. ესეც იყოს question 1 და question 1 დავწეროთ. რო დავდგები ამაზე, კი ბატონო, ეგ მოინიშნება. ნახეთ რა შემიძლია ვქნა. თუ input-ი არის checked, შემიძლია დავუშვათ ამ keywords მივცე რაღაცა სტილები. ჯერ ერთ რაღაცას დავწერე, ეგ არ გაგვივლია. ცოტა ხანში ავხსნი მაგას, მაგრამ ძალიან მარტივად აგიხსნით, რას ნიშნავს. ახლა ეს. თუ input-ი არის მონიშნული, პლუსი ნიშნავს მაგის შემდეგ label elements. ანუ აქ მართლაც input-ის მერე დგას label-ი, ამიტომაც ამ labels მიეცემა დავუშვათ background color red. აი, დავდგე ეს მოვნიშნავ, ეს გახდება წითელი ფერის. ანუ ესე state-ის დაჭერაც ასე შემიძლია. ისე და ისე ამ პლუს და სხვა ელემენტებს მე შევეხები. და ბოლოს დავჭერ ეგ ნაწილი, ჩვენ გავარჩიეთ მგონი მეორე ან მესამე ლექციაზე, მაგრამ მაინც დაუბრუნდეთ ამ ყველაფერს. იმიტომ რომ მაშინ არ ვიცოდით თუ რა არის ეგ საერთოდ და რატომ ვიყენებდით. შევქნათ ლისტი, unordered ლისტი და იყოს რაღაცა თვითეული ელემენტი. ну ესე დავწეროთ $-ის ნიშანი და ეს გამეოროს ერთი 5 ცალი შექმნას ასეთი. რა გავაკეთოთ, ნახეთ. შეგვიძლია მოვნიშნოთ პირველი ლისტი. ანუ list ასე ორ-წერტილი first child და ამას მივცეთ დავუშვათ background color red. კი ბატონო, ეს გახდება წითელი, იმიტომ რატომ თავის მშობელში ეს არის პირველი ელემენტი. ახლა ეს რო ავწიო, რა თქმა უნდა, ახლა ეგ გახდება წითელი ფერის. მერე გადავიდეთ ბოლო ელემენტზე, ბოლო ელემენტიც რომ მოვნიშნო, ასე list last child-ი. background color აქაც იყოს დავუშვათ green. კი ბატონო, მაგრამ აბა ახლა ეგ დავამატოთ რაღაცა span-ი და რაღაცა დავწეროთ. ნახეთ? ბოლო ელემენტი ლისტი აღარ გამოდის. ანუ ეს პირობა ხდება false-ი. შესაბამისად არანაირი სტილი არ მიეცემა. ანუ რეალურად რა გამოდის, რომ ეს ყველაფერი მოქმედებს მაშინ თუ თვითონ მშობელში დგას როგორც პირველი ელემენტი და აქ როგორც ბოლო ელემენტი. ну რა თქმა უნდა ახლა ეს რომ ამათ რო გავუცვალო ადგილი, ესეც აინთება. მაგრამ დავუშვათ ვიცი რომ ლისტი არ არის თვითონ მშობლის
ბოლო ელემენტი, მაგრამ მაინც მინდა რომ თვითონ ლისტებს შორის ბოლო მოვნიშნო. ანუ მშობელს უკვე აღარ ვუყურებ რა, ბოლოშია თუ არა, თვითონ ბოლო ლისტი მინდა მოვნიშნო. მაშინ ამისთვის გვაქვს last of type. ანუ თავისიანებს შორის, ასე მარტივად რო ვთქვათ, თუ იქნება ბოლო, მაგ შემთხვევაში მწვანე ფერი მიეცეს. ნუ აქაც რამე წინ რო სპანი შევქნა, ან თუნდაც პარაგრაფი არ აქვს ამას, მიშვამოთ და რაღაცა ჩავწერო. ეს გაითიშება, რატომ? იმიტომ რომ მაგის მშობლის პირველი ელემენტი არ არის. მაგრამ მაინც თუ მინდა ეგ მოვნიშნო, კი ბატონო, first of type, ანუ ლისტებიდან პირველი ელემენტი, რომელიც შემხვდება. გასაგებია ეგეც, ხო? ხო, თუ რამეა, მომწერთ. ნუ first child, last child-იც ვნახეთ, ესეც ძალიან მარტივია. წავშალოთ ეგ და კარგი, პირველი და ბოლო ელემენტის მოსანიშნე ვნახეთ, მაგრამ როგორ მოვნიშნოთ, დაუშვათ მეხუთე ან მეოთხე. ნუ ამისთვის გვაქვს ns child-ი. ანუ თითოეულისთვის ესე ცალ-ცალკე არ არის შექმნილი სელექტორი. აქ ვუთითებთ ინდექსს. ოღონდ ინდექსის ათვლა იწყება 1-დან და არა 0-დან, როგორც აი JavaScript-ში გვაქვს, ხო? ნუ ახლა რო დავწერო 2 და ამას მივცე background color ready. ამას მიეცემა წითელი ფერი, რატომ? იმიტომ რომ პირველი ელემენტი ახლა ეს დგას. მოდი აქ სამიანი დავწეროთ. კი ბატონო, გახდება ეს და ასე და ასე შემდეგ. ისევ და ისე ერთიანი რომ იმეწერა, ახლა არ იმუშავებდა, იმიტომ რომ თვითონ ლისტი არ არის. წავშალოთ ახლა ეს ზედმეტები. ახლა იმუშავებს, იმიტომ რომ თვითონ ლისტი ესე პირველი ელემენტი არის. მაგრამ ხშირად ნახავდით ესეთ რაღაცას თეიბლებში და სიებში არის, რომ დაუშვათ ლუც ინდექსიან ახლა სტრიქონებზე გვაქვს რაღაცა background ფერი მიცემული, რომ აი კარგად განვასხვაოთ სტრიქონები ერთმანეთისგან. აქ შეგვიძლია დავწეროთ ეგეთი რაღაცა even, ანუ ლუცი, ანუ თუ ინდექსი არის ლუცი, მაშინ ყველას მიეცემა ეს ფერი. ნუ 20 თუ დავწერთ, რა თქმა უნდა, კენდებზე იმუშავებს და ასე შემდეგ. ორი ენის დაწერაც შეგიძლიათ, ანუ რაღაცა ფორმულებით შეგიძლიათ ჩაწეროთ 3 ენი და ასე შემდეგ. აქ ახლა რო გქონდეს კიდევ ერთი ელემენტი, ნახეთ? ეს კიდევ ერთი ელემენტი, ამასაც მიეცემოდა. ანუ 3-ზე ამრავლებს. 1 2 3, მერე 3 ჯერ 2 6 და ასე შემდეგ. ნუ აქ მეტი სხვა არაფერი არ არის. აბა ჯერ გაქვთ შეკითხვები? თუ გადავიდე. კარგით. ნუ ერთ სიტყვით ძალიან ხშირად გამოიყენებთ ამ ყველაფერს, თუნდაც hovers და focus visibles, ნუ ყველგან. ასე გვაქვს pseudo ელემენტები. და რა არის რეალურად? შეგვიძლია HTML-ში დავამატოთ რაღაც ელემენტები ისე, ჩვენს webguard-ში დავამატოთ ელემენტები ისე, რომ თვითონ HTML ელემენტის შექმნა არ მოგვიწიოს. ასეთი ელემენტები DOM-შიც არ იქმნება, არ ჩანან საერთოდ, უბრალოდ აი CSS-ი იღებს მაგათ და მერე ამატებს. ნუ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ყველაზე ხშირად შეგვხვდებათ before და after-ი, კი სხვებიც გვაქვს, მაგრამ აი ეს შეგვხვდებათ აი ძალიან ხშირად. გადავალთ ახლა მაგალითებზეც, მაგრამ დავიწყოთ ახლა მარკერიდან. თან დაიმახსოვრეთ სხვაობა, იმას უნდა 1-2 წერტილი, ამათ უკვე უნდათ 2. ნუ ადრე შეიძლება რაღაც ვებგვერდებზე ნახოთ, რომ ეს მარკერი selection-იც ყველაფერი იწერება 1-2 წერტილით, იმიტომ რომ ადრე მასე იწერებოდა. მაგრამ მერე შეიცვალა და ახლა დაიმახსოვრეთ, რომ 2-ით უნდა დაწეროთ. ერთითაც იმუშავებს, მაგრამ არასწორი იქნება, იმიტომ რომ დაძველდა უკვე. 2 ცალი დაწერეთ და არ აგერიოთ ერთ სიტყვით. თუნდაც აი ახლა რო დაუბრუნდეთ ჩვენს აი ამ list-ს, ხო, ვთქვით, რომ unordered list-ი ასეთ ბულეთებს ამატებს. შეგიძლიათ ამ ბულეთებსაც სტილები შეუცვალოთ, რაღაცა list type-ი აქვს და სხვადასხვა ვარიანტი შეგიძლიათ მისცეთ. ნუ ordered list-საც რა თქმა უნდა ახლა 1 2 3 4 აქვს და რომაულზე შეგიძლიათ გადაცვალოთ და ასე შემდეგ. ან ამბანი რო იყოს აქ A B C D და ასე შემდეგ. მაგრამ შეგვიძლია დავწეროთ ეგეთი რაღაცა unordered list-ის მარკერი. ასე. და დაუშვათ ამას მივცეთ color green. და ახლა იქ ყველა მწვანე გახდება, მაგრამ რატომღაც არ გახდება? რატომ? background color-ი მივცეთ? არა. აქ უნდა იყოს მარკერი. ესედა. background color-ი ერთი წამი მოგვაშორდეს.
რატომ ხნა ესე არ ვიცი სიმართლე რო გითხრათ. ხო, არ უნდა unordered list-ის მონიშნა. ზოგადად ყველა მარკერს ახლა მისცემს მწვანე ფერს, აბა ისე. უცნაური. ერთ სიტყვით მისცემს ამ ფერს, შეგიძლიათ აქ ამისი ზომაც გაზარდოთ font size-ით. ესეთი რაღაც რო დავწეროთ, გაიზრდება ეგეც ხედავთ და ასე და ასე შემდეგ. ხშირად ამას ნაკლებად ვიყენებთ, თუ რამეა 1000 უკვე ვარიანტი დევს და შეგიძლიათ გადმოაკოპიროთ. მე გვაქვს selection-ი. აი selection-ი ძალიან საინტერესო ელემენტი რა pseudo ელემენტი, დაუშვათ აი ხა შევქნათ პარაგრაფი და დავამატოთ, 1.50 ელემენტი. Default-ად ახლა ამ ტექსტს თუ მონიშნავთ, გაჩნია ისევ და ისევ რა მოწყობილობაზე ხართ, აი ეს მონიშნული ტექსტი ყველასთან იქნება სხვადასხვანაირად. ჩემთან აქვს იასამნისფერი, რაღაცა ვარდისფერი ბექგრაუნდი და შავი ტექსტი. თქვენთან შეიძლება პირიქით სხვანაირად იყოს ლურჯი ბექგრაუნდი და შავი ტექსტით. ჩვენ შეგვიძლია ჩვენ ვებგვერდს მივცეთ უნიკალური მონიშნის სტილები. მაგალითად დავუშვათ სტაფილოსფერი არის ჩვენი ძირითადი ფერი. ბათანებიც გვაქვს სტაფილოსფერი, ტექსტიც, რაღაც ქარდები და ასე შემდეგ და გვინდა რომ მონიშნაზეც რაღაცა ის მონაკვეთებიც სტაფილოსფერად იყოს მონიშნული. მაშინ ასე დაწერთ selection background color ასე დავწეროთ orange და color-იც დავწეროთ რომ იყოს თეთრი ფერის და კი ბატონო აი ეს ასე იმუშავებს. გასაგებია ხო? კარგით. First letter-ი და first line-ი. ახლა რომ მომნიშნო ეს პარაგრაფი, ხო? მე შემიძლია ამ პარაგრაფის პირველ ასოსაც შევუცვალო სტილები ასე. First letter-ი და დავუწერო ასე font size-ი. всё. ასე გაიზარდა. ადრე pseudo ელემენტების გარეშე როგორ ვიზავდით ამას, რომ თვითონ else ჩავსვავდით span-ში, მერე მაგ span-ს წამოვიღებდით, ამას მივცემდით რაღაცა სტილებს და ასე შემდეგ. რატომ? როცა გვაქვს pseudo ელემენტი და შეგვიძლია მხოლოდ ამისი სტილები შევცვალოთ. Okay, ასევე გვაქვს first line-ი და first line-საც შეგვიძლია მივცეთ ახლა font size-ი დავუშვათ 1.6 რემი. ანუ პირველი ხაზის font size-ი იქნება უფრო დიდი. თან ფიქსირებული არ არის, ანუ რამე სიტყვაც აქ რო დაემატოს ეკრანის გაზრდისას, ხო? ისიც მიიღებს ამის სტილებს. ისევ და ისევ ეს დეკორატიული არის ყველაფერი. და placeholder-იც, ბარემ აქვე განვიხილოთ placeholder-ი. აი აქეთ დავამატოთ რაღაცა input-ი. და თქვით რომ input-ის შიგნით შეგვიძლია მივცეთ რაღაცა სტილები. აი დავუშვათ ეს თუ ასე იწერება, ხო? მე თუ დავწერ input დავუშვათ font size 2 rems, ხო? ახლა უკვე შიგნით ჩაწერილ ტექსტსაც მიეცემათ ეგ სტილები, ხო? ეს გასაგებია, ეგ უკვე ბევრჯერ გაკეთებული color-ით შეგვიძლია მივცეთ აქედან, დავუშვათ წითელი ფერის რო იყოს და კი ბატონო იმუშავებს. არაფერი ახალი. თუმცა inputs ასევე აქვს placeholder-ი. ანუ რაღაცა ტექსტი, რომელიც თავიდან ჩანს, როცა თვითონ input-ი ცარიელია, მიმანიშნებელია რა ინფორმაციის. აი დავუშვათ enter your name. ასე. ჩვენ თუ დავდგებით ამ input-ზე და მოვნიშნავთ ასე placeholders, უკვე შეგვიძლია აი ამისი სტილების შეცვლა. მიეცით სხვა ფერი, opacity უფრო ნაკლები მივცეთ და ასე შემდეგ. თქვენზეა დამოკიდებული. ამებს, რა თქმა უნდა, აგიტვირთავთ და თქვენითაც ივარჯიშეთ, ნახეთ რისი გაკეთება შეგიძლიათ ამ ყველაფრით. ეგენი ვთქვით, მაგრამ ისევ და ისევ ყველაზე მნიშვნელოვანი აქ მაინც არის before-ი და after-ი და რა არის ეგ? დავუშვათ, აი რო ავიღოთ თუნდაც ჩვენი ლისტი. თითოეული ლისტის ბოლოში მინდა რომ დავამატო გარკვეული ტექსტი. ყველგან უნდა იყოს ერთნაირი. აი დავუშვათ 1 წერტილმძიმე, 2 წერტილმძიმე, 3 წერტილმძიმე. ხელით რო არ წერო ეგ ყველაფერი, ხო? მე დავდგები და მოვნიშნავ ასე lists და ვიტყვი რომ ლისტის მერე
მაგისი კონტენტი უნდა იყოს წერტილმძიმე, ანუ ვუთითებს strings, რაც უნდა ჩასვას მაგის მერე. before-ი დავწერე, after-ი გვინდა და ასე დაემატება. დაიმახსოვრეთ ეგეთი რაღაცა, რომ before-ს იყენებთ თუ after-ს, კონტენტი არის აუცილებელი. კონტენტს თუ არ დაწერთ, არაფერი არ იმუშავებს. გინდა აქ 100 ხაზი დაწეროთ. გასაგებია, ხო? და რეალურად როგორ მუშაობს? განა ლისტის მერე სვავს. ანუ ვინმე რო შეხედოს, შეიძლება თქვას, რომ აი ლისტის მერე კი ბატონო რაღაცა კონტენტი. არა. ლისტის შიგნითა, ოღონდ სუსუ ბოლოში. მისი კონტენტის დასრულების მერე, აი, აქ ვნახოთ ახლა. ჩამოვშალოთ რამე ლისტი, გავზარდოთ ახლა ეს ჯერ ერთი წამით. ესეც ასე. ავიღოთ, აი უყურეთ ლისტის კონტენტი და მერე მოდის ეს ავთერი. ანუ როგორც ცალკე ელემენტი ასე არ ჩანს. შიგნითაა ჩასმული ეგ ყველაფერი. ისევ და ისევ ლისტის შიგნითაა. ეგ რო ყოფილიყო before-ი, ხო? აი, კონტენტამდე. გასაგებია ალბათ, ხო, ეგ ყველაფერი. კარგი, მაგრამ მარტო ესე ტექსტებისთვის ეგ არ გამოიყენება. აქ ისევ დავუწერთ ესე list before-ი თუნდაც რა. და ეს იყოს რაღაცა content, არ ვიცი რა, აი რაღაცა დავუწერთ, აი ეს რაღაცა. კი ბატონო, ასე დაამატეს ყველაფერს. მაგრამ before-ი და after-ი ყველაზე ხშირად გამოიყენება სტილებისთვის. აი პატარა რაღაცა სტილებისთვის და როგორ შეგვიძლია ამ ყველაფერს გაკეთება. ჯერ იმას ვიტყვი, რომ თუ თვითონ list-საც ვეტყვი font size 2 rems, ესეც გაიზარდება, იმიტომ რომ მაგისი ელემენტია. შიგნით ზის ეგ ყველაფერი. თუმცა ცალკე after-საც შემიძლია მივცე თავისი სტილი. ანუ კი ბატონო, მშობლიდან წამოიღებს რაღაცებს, მაგრამ რაღაცებს თვითონაც დაამატებს. დაუშვათ background color red. და ახლა კი ბატონო, ანუ ეს წითელია, ესეც წითელია და ასე შემდეგ. ცალკე ამისი font size-ის გაზრდა შემიძლია. მერე ნახავთ padding-ის მიწერაც, margin-საც და ასე შემდეგ. ახლა რეალური, ანუ კარგი გამოყენება ვნახოთ ამ ყველაფრის. და მოდი ყველაფერი წავშალოთ. და ესეთი რაღაცა მინდა წარმოიდგინოთ. ალბათ გინახავთ ისეთი ვებგვერდები, სადაც არის ნავიგაცია, ანუ ჩვეულებრივი ნავბარი და თუ ელემენტი მანდ მონიშნულია, ქვემოთ აქ რაღაცა ხაზი. რო აი მაგალითად home is active და ქვემოთაა ეგეთი ხაზი. თქვენ რო გადახვალთ about-ზე ან კონტაქტზე ან რამე ისეზე, ხო? უკვე იმას დაემატება ეგ ხაზი. ჩვენი ახლანდელი ცოდნით შეიძლება თქვათ, რომ უნდა გქონდეს რაღაცა a ელემენტი და ის ქვედა ხაზი გაკეთდეს ან ბორდერით, ან სპანით, ან კიდევ რავი, სხვა ელემენტებით, სხვა ვარიანტებით. მაგრამ ნახეთ რა შეგვიძლია გავაკეთოთ. რაღაცა იყოს ასე home-ი დაუშვათ, რაღაცა იყოს ერთ სიტყვით არ აქვს ამას მნიშვნელობა. მოდი ჯერ ეს div-ში ჩავსვათ, ესე navbar დავარქვათ, navbar. ისე nav tag-იც გვაქვს, რომ იცოდეთ. აი nav, აი ესეთი tag-ი გვაქვს. თუ navbar-ი უნდა ჩავსვათ სადღაცას, ხო? ყველაფერი, ან navbar-ის ყველანაირი სტილი და HTML-ის ელემენტი ჩასვით აქ. ისე და ისე screen reader-ებისთვისაა კარგი და search bot-ებისთვის. ამიტომ აქ ჩავსვათ ახლა რა. ჩვეულებრივი როგორც wrapper-ია header-ი და section-ი რო გქონდეთ, ოღონდ თავისი სემანტიკური მნიშვნელობა აქვს. და ახლა მივცეთ as უბრალოდ ესე background color black-ი, color-ი იყოს white-ი და უშუალოდ padding-ები გქონდეს ამას 1.5 რემი და 2 რემი, ცოტა ესე რომ გავალამაზოთ და text decoration none დავუწეროთ ამას. ოღონდ ცოტა ეს დიდია. 1 რემი და 1.5 რემი მივცეთ ამ ყველაფერს. ახლა როგორ გავუკეთოთ ამას? უშუალოდ ლურჯი ხაზი ქვემოდან. უყურეთ, შემიძლია მოვნიშნო as after-ი და უშუალოდ ისევ და ისევ აუცილებლად უნდა მივცე კონტენტი. ამ შემთხვევაში მე არანაირი ტექსტი ხო არ უნდა გამოვაჩინო, უბრალოდ ხაზი უნდა იყოს, ხო? მაგრამ კონტენტი მაინც სჭირდება, ამიტომ უბრალოდ ცარიელი სტრინგი ასეთი მივუთითეთ. თუ ამას არ დაწერთ, არაფერი არ გამოჩნდება. შემდეგ ნახეთ რა ვქნათ. თვითონ a შობელი
გავხადოთ position relative და ეს შვილი უკვე position absolute და დავუშვათ ახლა ამას მივცეთ ფერები background color blue height იყოს დავუშვათ 3 პიქსელი width იყოს 100%. ახლა ყველაფერს აგიხსნით ახლა რასაც შვები top კი არა და მოდი bottom იყოს bottom 0 და left-იც იყოს 0. რა გამოვიდა ახლა ნახეთ. ხო მინდოდა ამისი ასე ბოლოში ჩასვლა ქვემოთ, ხო? ასე უბრალოდ ვერ ჩავსვავდი, იმიტომ რომ დაირღვეოდა ყველაფერი. ამიტომ თვითონ ავთერი ამოვაგდე layout-იდან position absolute-ის გამოყენებით. თუმცა ამ ბათანის მიხედვით რომ გაგვესწორებინა, მაგიტომ დავუწერე თვითონ ბათანს position relative, თორე ისე უკვე ბადის მიხედვით გასწორდებოდა, ეგ გვახსოვს, ხო? და დანარჩენი რა მიწერია, ნახეთ რომ უნდა იყოს ღილაკის ბოლოში და მარცხნიდან რაღაცა სიმაღლე ჰქონდეს ამას, აი 3 პიქსელი დავუშვათ და ვიცი იყოს თავისი მშობლის 100%. ნუ შეგიძლიათ ეგეთი რაღაცა გააკეთოთ და როცა ლინკი არის აქტიური, მაშინ დაემატოს აი ეს ხაზი აქ. ანალოგიურად შეგიძლიათ before-ითაც გააკეთოთ და ასე და ასე შემდეგ. აი უამრავი გამოყენება აქვს, თუნდაც აი CSS battle ალბათ იცით თქვენ, მაგრამ ახლა რომ შევიდეთ, აქ შეგიძლიათ უბრალოდ CSS-ის დავალებები აკეთოთ ყოველ დღე, რაღაცა უფასო tasks მიიღებთ აქ, daily როგორც ესე task-ი, და შეგიძლიათ CSS-ზე ივარჯიშოთ და ნახეთ, აი ეს დავალება იდეალური არის ისევ position after-ისთვის და before-ისთვის. მე მაგალითად როგორ ვიზავდი? ვინმე იზავდა ამას 3 ცალკე divით, ხო? ნუ ჯერ ერთი divi, მერე მეორე, მესამე, მაგრამ შეგვიძლია ავიღოთ აი ეს რაღაცა ერთი divi შევქმნათ და ეს იყოს before, ეს იყოს after. ხვდებით, ხო? ანუ 1000 რაღაცის გაკეთება შეგვიძლია. ისევ და ისევ უფრო დიზაინისთვის გამოიყენება before და after, აი რაღაც ხაზები, რაღაც დეტალები, თუნდაც აი ეს Discord-ის notification-ი, ხო? ეს იქნებოდა რაღაცა ბათანი დაუშვათ და ზედა ნაწილი, მაგ ზედა ნაწილს ადრე ხო span-ით ვაკეთებდით, ახლა შეგვიძლია გავაკეთოთ დავუშვათ before-ით, ანუ მაგ before-საც გავხდით position absolute და უკვე ზედა კუთხეში ჩავსვავდით. ნუ ანალოგიურად აქაც, თუნდაც აი ეს Visual Studio-ს VS Code-ის ქვემოთ რა ეს წერტილი მაქვს, ეს წერტილი შემიძლია გავაკეთო ასე. რით აი ყველაფერი კარგი, რითი და ზედმეტი HTML-ის ელემენტი არ მაქვს შექმნილი, მაგ ყველაფერს ქმნი პირდაპირ CSS-ში და რჩება აქ. აბა გაქვთ შეკითხვა? ამაზე. ან შეკითხვები? კარგით, თუ გასაგებია. გავაგრძელოთ. ხო ეს ნავბარის მაგალითიც და შეგიძლიათ ახლა scroll bar-ის ცვლილებაც. აი აქ არ ვიცი რამდენი და ხა ჩანს, მოდი ერთი ცოტა დიდი ტექსტი დავამატოთ. 1000 ლურემ 1000 დავუწევთ. ახლა აქ არის რაღაცა default scroll bar-ი. თქვენ შეგიძლიათ ეგეც შეცვალოთ. აი დავუშვათ აქ რაღაცა კოდია, WebKit scroll bar-ი ცოტა რთული წასაკითხია. ზეპირად არც მე არ ვიცი და მაგას იდეალურად დაწერს ხელოვნური ინტელექტი. უბრალოდ თქვენ აუხსენთ, იმიტომ რომ მართლა რთული ამ ყველაფრის დამახსოვრება და შეგიძლიათ მიიღოთ თქვენთვის სასურველი scroll bar-ი. ოღონდ დაიმახსოვრეთ, რომ Google-ში თუ ყველაფერი იდეალურად იმუშავებს, აი Firefox-ში რაღაცები არ იქნება. შეიძლება საერთოდ არც ერთი სტილი არ მიეცეს და როგორც Firefox-ი აქვს ჩადებული, ისე იმუშავს. ნუ ეგეც რომ გაითვალისწინოთ, რომ Chrome-ში იდეალურად მუშაობს, Firefox-ში რაღაცეები არ მუშაობს და ბოლოს აი CSS კომბინატორები, აი რაც თქვი ეს პლუსი, მეტობის ნიშანი, ახლა ძალიან მარტივად აგიხსნით რა არის ეგ. და იდეაში მართლა მოვრჩებით CSS. წავშლი ამასაც, ჯერ კიდევ იმასაც დავამატებ, რომ SAS-ში ხო თუ მომინდება after-ის ან before-ის მონიშნა, უბრალოდ აი ესე დავუწერ ისე მშობელი before-ი ან მერე მშობელი after-ი. ხვდებით ხო, რატომ მიყვარს SAS-ის გამოყენება, აი აღარ მიწევს ესე ცალკე ჩასვლა, ყველაფერი აქვეა და მარტივია რა. კარგი, წავშალოთ ეგ და დავუშვათ, გვაქვს რაღაცა პარაგრაფი, ნუ იყოს რაღაცა hello და ამ პარაგრაფის მერე გვაქვს span-ი, world-ი. მე შემიძლია მაგ span-ს მივცე სტილები,
ოღონ იმ პირობით თუ მაგისი წინა, ასე ვთქვათ, სიბლინგი არის პარაგრაფი. ანუ თუ პარაგრაფის მერე დგას სპანი, მაგ სპანს მიეცეს background color წითელი. ახლა რაღაცა ჩავამატო, დავუშვათ ბათნიც, ხო? ეგ უკვე აღარ იმუშავებს. რატომ? იმიტომ რომ პარაგრაფსა და სპანს შორის ღილაკი არის. ახლა რა არის ამისი გამოყენება? რაც აი წინაზე ვნახეთ, აი ყველაზე კარგი და რეალური საუკეთესო ამისი გამოყენება არის input-ი და label-ი. რას ეუბნებით, რომ თუ ეს input-ი მონიშნულია, ანუ checked არის, ხო? მაშინ მაგის შემდეგ მდგომ labels მიეცეს რაღაცა სტილები და როგორ დაწერთ, ანუ input checked თუ არის, მაგის შემდეგ labels მიეცეს რაღაცა სტილები. ხვდებით, ხო? ეგ არის sibling-ი, გვერდით მდგომი. ახლა რა არის მეტობის ნიშანი? დავუშვათ, აქ გვაქვს რაღაცა div და div-ის შიგნით არის პარაგრაფი. ისევ hello დავწეროთ. div მეტობის ნიშანი პარაგრაფი და რას ნიშნავს? თუ პარაგრაფი არის div-ის პირდაპირი შვილი. ანუ background color red. იმუშავებს, იმიტომ რომ პარაგრაფი მარტო ამ div-შია ჩასმული. მაგრამ დავუშვათ, აქ ეს პარაგრაფი კიდევ რაღაცაში არის ჯერ ჩასმული. ნუ დავუშვათ, ვთქვათ, რომ რაღაცა section-ში არის მოთავსებული. მაგ შემთხვევაში ნახეთ, აღარ იმუშავებს. რატომ? იმიტომ რომ პარაგრაფის მშობელი ჯერ არის section-ი, მერე div. ეს კიდე გვეუბნება იმას, რომ თუ div-ია მაგისი მშობელი. ხვდებით, ხო? ესეც არის ერთ-ერთი კომბინატორი. და ბოლოს გვაქვს ესეთი კლაკნილი, არ ვიცი ამას ზუსტად რა ქვია, რისთვის გამოიყენება. ნახეთ, პლუსი ვნახეთ, პლუსით შეგვიძლია გავაკეთოთ ესეთი რაღაცა. დავუბრუნებ წინა მაგალითს. დავუბრუნდეთ აქეთ. აი ამას. და თუ დავწერ აქ პლუსი, პარაგრაფი პლუს სპანი. ანუ კი ბატონო, პარაგრაფის მერე თუ დგას სპანი. თუმცა სხვა სპანებს ეგ სტილები უკვე აღარ მიენიჭებათ. იმიტომ რომ ეგ ამობს მხოლოდ ერთზე, ანუ ჩემს მერე სპანი რომელზეც დგას, მხოლოდ მაგას მივცეთ სტილები. და ამ კლაკნის თუ დავწერთ, უბრალოდ აი ყველა siblings მისცემს რა. თუ ამის მერე იწყება სპანი, რამდენი სპანიც იქნება, ყველას უნდა მიეცეს ეგ სტილი. დავუშვათ, აქ თუ შემოვაპარებთ buttons, აბა ნახეთ button, აი ესე დავწეროთ. აჰა, ამაცაც მისცემს ერთი სიტყვით რა, ან თავის მერე ყველა სპანს უნდა მისცეს ეგ სტილი. ზემოთ არა, მერე. ნუ ერთი სიტყვით ეგაა CSS-ის კომბინატორები.